ნაციონალური მოძრაობის შემომწირველების თემაზე არაერთი სატელევიზიო გადაცემა მომზადებულა და სიებშიც არაერთი მოქმედი ჩინოვნიკი მოუძებნიათ, მაგრამ ის, რასაც დღეს ნახავთ ანატომიაში, არც მეტი არც ნაკლები პარტიული რეკეტის მთლიან სქემას ააშკარავებს. პრეზიდენტი ამბობს, რომ ის ცუდად იცნობდა ბაჩუ ახალაიას და შესაბამისად წარმოდგენა არ ჰქონდა რა ხდებოდა ციხეში, მაგრამ პარტიის თავმჯდომარე თითქმის გამორიცხულია არ გაეცნოს პარტიის ბიუჯეტს და არ იცოდეს ვინ როგორ და რატომ აძლევს და ანდობს მას არჩევნების წინ ფულს, რომლის რაოდენობა ხშირად რამდენიმე მილიონს ცდებოდა. მით უმეტეს, რომ სააკაშვილს ყოველთვის ჰქონდა პრეტენზია, რომ ის ყველას და ყველაფერს თავად აკონტროლებდა. როგორ უთანხმებდა მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ბიზნესმენების გაკოტრებას ადეიშვილსა და მერაბიშვილს, რა ფულით აშენდა რაბათი და ვის დაავალა სახსრების მოძიება ამ პროექტისთვის პრეზიდენტმა. 8000 ლარად შეფასებული ობიექტის მილიონად გაყიდვის ყველაზე უცნაური ისტორია. ვისი ფულით ისრულებდა სააკაშვილი საკუთარ ქართულ ოცნებას და როგორ დატოვა ბიზნესმენმა კეზერაშვილის კაბინეტში 69 მილიონი. სკანდალური სქემა, რომლითაც ივსებოდა ნაციონალური ბიუჯეტი, ჭიქაყავაზე ფინანსურ პოლიციაში და SMS-ის სიყვარულით პროკურორებისგან. რანდევუ ადეიშვილის უწყებაში. ვინ აძალებდა ბიზნესმენებს რუსთავი 2-ში სარეკლამო დროის ყიდვას ნაციონალური სატელიტებისთვის. როგორ ეჯიბრებოდნენ ბიზნესმენები აუქციონზე საკუთარ თავს და რატომ რჩება ბიზნესი შეშინებულ პოზიციაში დღესაც. ბიზნეს ლანჩი ანატომიაში. 200 მილიონ ევროზე მეტი დაიხარჯა. ეხლა არის ყველაფერი გაჩერებული ინტერკონტინენტალი, რომელიც გაჩერდა. თავარი პროექტი წყალტუბოსი გაჩერებულია. მიხეილ სააკაშვილის სინანულს გამოთქვამს მის მიერ დაწყებული ობიექტების მშენებლობის შეჩერებაზე, მაგრამ ჟურნალისტებთან არ ყვება, როგორ აშენებდა ის ამ ობიექტებს. საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში ქართულ-ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი გახსნა. რა სილამაზეა რა. ამ ყველაფერს მოაქვს დასაქმება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ გავხდეთ თანამედროვე ცივილიზების საზოგადოება. ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელობის სამართლა პოლიტიკურად უნდა იყოს საერთაშორისო დღეს მომავლის კლასი საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა. ძირითადი ინიციატორი არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი, რომელიც დაიბადა ამ ციხის გვერდით. ეს არის ნამდვილი გმირი და ეხლა ძლივს გამოვიყვანი აქ, იმიტომ რომ ცოცხალი თავით არ უნდა და ტელეკამერების წინ დადგომა. ამიტომ ვანო გასაგებია, რომ შენახენ წარმოშობით და ახალციხე უნდა აღვედგინა და გაგრძელდეს ახალციხის შენება. მაგრამ ბაბუაჩები, მიხეილ სააკაშვილი არის გორიდან წარმოშობით. გორში მინდა ასეთივე ციხე. ახალციხის მუნიციპალიტეტში უნდა ჩამერიცხა მე ეს თანხა და ეს ინტერესი იყო, რომ ფული მოხვედრილიყო ახალციხეში და გახარჯული იყო რაბათზე. ძალიან აფიშირებული პროექტი იყო რაბათის ციხის მშენებლობა, რომელსაც კურირებდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი. სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთ მაღალ ჩინოსანს დავით კეზერაშვილს ზუსტად ერთი შეხვედრა დასჭირდა 70 მილიონი დოლარის ღირებულების კომპანიის ნულზე დასასმელად. უშუალოდ დავით კეზერაშვილს მიყავდა ეს საუბრები, ეს დაშინება და შანტაჟი და მუქარები მისგან მოდიოდა და შემდგომ უკვე შესრულება მოხდა მისი თანამშრომლების მიერ, რომლებიც უკვე ტექნიკური ხასიათის საქმეებს ასრულებდა. მასთან კაბინეტში მეთხე სართულზე ძირითადი შეხვედრები იყო აი აქ პიქსელის შენობაში. კომპანია სენტა პეტროლიუმის მფლობელები, როგორც თავად აცხადებენ, კეზერაშვილის გამო დღესაც მსჯავრდებულები არიან. მათ გირაოს სახით 4 მილიონი გადაახტევინეს. სქემა ისეთივე იყო, როგორც ყველასთან. ერთი გამოუშვეს ფულის შესაგროვებლად, მეორე ციხეში დაიტოვეს მძევლად. წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა. გეგმა შეთანხმებული იყო მიხეილ სააკაშვილთან, ვანო მერაბიშვილთან და ზურაბ ადეიშვილთან. –2010 წლის ნოემბერში დავით კეზერაშვილმა დაგვიბარა თავისთან ოფისში და გამოგვეყანა ულტიმატუმი. რომ კომპანიის ყველა აქტივი მათთვის უნდა გადაგვეცა და რაც ეხებოდა ფას და იმ თემას გვინდოდა გაყიდვა, არ გვინდოდა თანახმა ვიყავით თუ სურვილი ჰქონდა ამის თუ არა, ეს საკითხი არ განეხილებოდა, რადგანაც საკითხი როგორც მან გითხრა შეთანხმებული ჰქონდა
მიშასთან, ვანოსთან და ადესთან. 22 მილიონი დოლარი, რომელიც თითქოს კომპანიის მეპატრონეებს გადაუხადეს, სინამდვილეში 1 მილიონი იყო. კეზერაშვილის კაბინეტში გაწერილი სქემა შემდეგნაირი გახდათ. 22 მილიონი დოლარიდან მეპატრონეებს ზაალ იაკობიძესა და დავით მიმინოშვილს 15 მილიონი დოლარით კომპანიის მიერ აღებული ვალდებულებები დააფარინეს. რეალურად ეს იყო ქაღალდზე დაფიქსირებული თანხა, რადგანაც 22 მილიონი დოლარიდან ჩვენ 15 მილიონი დოლარი უნდა გადაგვეხადა იმ ვალდებულებებში, რომელიც წარმოქმნილი იყო კრედიტების თუ სხვა ვალდებულებების სახით და რომელიც შემდგომ კომპანიის გაყიდვის შემდეგ კიდევ წარმოიქმნებოდა მოგების გადასახადის სახით. ანუ რეალურადაც ჩვენ უნდა დაგვეთმო ეს კომპანია გამოდიოდა 7 მილიონ დოლარად. საბოლოოდ გამოვიდა, რომ 70 მილიონიანი კომპანია 7 მილიონ დოლარად შეიძინეს, მაგრამ ესეც არ იყო საბოლოო თანხა. ძალიან მალევე ზაალ იაკობიძეს და დავით მიმინოშვილი მათთან ერთად კიდევ ერთი თანამშრომელი ლაშა ჭელიძე დააკავეს. საქმე დოკუმენტის გაყალბებით აღიზრა, მაგრამ შემდეგ პატიმრებს უთხრეს, რომ მუხლი გადაკვალიფიცირდებოდა ფულის გათეთრებით და მათ 14 წლამდე პატიმრობა ელოდათ. დაპატიმრებული ბიზნესმენები იძულებულები გახდნენ საერთო ჯამში 4 მილიონი გირაოს სახით გადაეხადათ, მაგრამ ვერდიქტამდე ჯერ კიდევ შორი იყო. 4 მილიონი უნდა შეგვეტანა გირაოს სახით და 2 მილიონით უნდა გვეყიდა აუქციონზე 120 კვადრატული მიწა 2 მილიონად. აი ეს იყო, ასე ვთქვათ, ამ საქმის მეორე ეტაპი. პატიმრობიდან გირაოთი გამოშვებული ბიზნესმენების საქმეში პროკურატურა ჩაერთო. ახლა უკვე ახალი მოთხოვნით და ძველი სქემით. ერთი კაცის აუქციონი ამჯერად ახალციხეში უნდა ჩატარებულიყო. ჩვეულებრივად ნებისმიერ ჭკუად ყოფილი ადამიანი თუ კონკურენტი არ არის, ამ ქონება შეიძენდა 5800 ლარად, ანუ ბიჯი უნდა გაკეთდეს კანონის მიხედვით რა. და დავალება იყო, რომ გვეყიდა 1,900,000 ლარად. შესაბამისად დაუსვი მე ეს კითხვა, რაზედაც ალგიკომ გელაძემ კატეგორიულად განმიცხადა, რომ პირდაპირ ადგეს წარმომადგენელი და პირველივე ბიჯი დაასახელოს, რომ ყიდულოს 1,900,000 ლარად. შესაბამისად ეს მისი პასუხი მე გადავამისამართე და გადავეცი კომპანიის იურის, რომელიც ასეც მოიქცა და 15 წუთში გადმომიერეკა და მითხრა, რომ გავიმარჯვეთ ირონიით. გაგიჭირდებოდათ მეთქი მოეთხა. ვისი ფულით აშენდა რაბათი? ახალციხის რაიონის სოფელ აწყურში 20,000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი. აღნიშნული ობიექტი აუდიტის მეშვეობით შეფასებულ იქნა 14,000 ლარად. ჯორჯიან ინვესტმენტის მიერ შესყიდულ იქნა 4,959,500 ლარად. კომპანიის დირექტორი ჯვან შერმაშია იმ დროს მოთავსებული გახდათ საჭიელ ახსრულების მერვე დაწესებულებაში. ახალციხის რაიონის სოფელ ტატანიშში მდებარე კულტურის სახლი, საერთო ფართობით 168 კვადრატული მეტრი. აუდიტის მეშვეობით შეფასებული იყო 11,000 ლარად, გაიყიდა 412,500 ლარად. ახალციხის რაიონის სოფელ წირაში მდებარე კულტურის სახლის საერთო ფართით 753 კვადრატული. აუდიტის მეშვეობით შეფასებული იყო 12,000 ლარად. TBC ბანკმა შეიძინა 9 მილიონ ლარად. ახალციხის რაიონის სოფელ ჭვინთაში მდებარე კლუბი, ბიბლიოთეკა საერთო ფართობით 121 კვადრატული მეტრი. აუდიტის მეშვეობით შეფასებული იყო 8,000 ლარად, გაიყიდა 1,900,000 ლარად. ახალციხის რაიონის სოფელ წყალთბილში მდებარე კლუბი, ბიბლიოთეკა საერთო ფართით 391 კვადრატული. აუდიტის მეშვეობით შეფასებული იყო 13,000 ლარად, გაიყიდა 100,000-ად. ახალციხის რაიონის სოფელ წინუბაში მდებარე კლუბი, ბიბლიოთეკა საერთო ფართით 257 კვადრატული. აუდიტის მეშვეობით შეფასებული იყო 11,000 ლარად, გაიყიდა 570,000 ლარად. ახალციხის რაიონის სოფელ ჯულღაში მდებარე კლუბი, ბიბლიოთეკა საერთო ფართი 409 კვადრატული მეტრი. შეფასებული იქნა 13,000 ლარად, ხოლო გასხვეს და 200,000-ად. ახალციხის რაიონის სოფელ ორალში მდებარე კულტურის სახლი, ფართით 264 კვადრატული მეტრი. შეფასებული იყო 11,000 ლარად, გაიყიდა 100,000 ლარად. ასევე ახალციხის რაიონის სოფელ ხეოდში მდებარე კლუბი საერთო ფართით 138 კვადრატული მეტრი, 5,000 ლარიანი შეფასებით და გაიყიდა 9 მილიონ ლარად. ახალციხის რაიონის სოფელ ხეოდში მდებარე ბიბლიოთეკა და მეტპუნქტი საერთო ფართით 186 კვადრატული მეტრი, რომელიც შეფასებული გახდათ 4,000 ლარად, გასხვის და 200,000 ლარად.
ასევე ახალციხის რაიონის სოფელ ანში მდებარე კლუბ ბიბლიოთეკა საერთო პარტით 185 კვადრატული მეტრი აუდიტის მეშვეობით შეფასებული იყო 10,000 ლარად, ხოლო გაიყიდა 200,000 ლარად. ჩამოთვლილი უძრავი ქონების საწყისი ღირებულება სულ შეადგენდა 161,000 ლარს. საერთოდ ჯამში კი ზემოაღნიშნული ობიექტების რეალიზაციის შედეგად გადახდილ იქნა 9,622,000 ლარი. პოსტსკრიპტუმ კეზერაშვილი სენტა პეტროლიუმის მფლობელებისგან ხელწერილს ითხოვდა, რომ ისინი აღარასდროს დაბრუნდებოდნენ ნავთობის ბიზნესში. ერთი უცნაური მოთხოვნა დააფიქსირეს კეზერაშვილმა და მისმა ამსონება ერთად იყვნენ ოდედი და ადამი, რომ ითხოვდნენ, რომ თუნდაც ხელწერილი სახით, თუნდაც უბრალო შესრულებული ნოტარიული დამოწმების გარეშე, რომ დამეწერა ხელწერილი იმის თაობაზე, რომ არასოდეს ამ ბიზნესში აღარ დაბრუნდებოდი. ესეთი სახის მოთხოვნა დააფიქსირეს უკვე ბიზნესის წაღების შემდეგ. 2012 წლის ივლისის ბოლოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებისგან ყველა მსხვილმა კომპანიამ ზეპირი დავალება მიიღო, რომ მმართველი პარტიის ანგარიშზე მინიმუმ 60,000 და მაქსიმუმ 300,000 ლარი უნდა გადაერიცხათ. იმის მიხედვით, რა სიდიდის კომპანიასთან ჰქონდა საქმე. ფიზიკური პირის შემოწირულობაზე კანონი აწესებდა ზედაზღვარს 60,000, ამიტომაც მთლიანი 300,000 ხშირად გადანაწილებული იყო კომპანიის დირექტორატზე. დაპატიჟება ჭიქაყავაზე. ასე ეძახდნენ ბიზნესმენების დაბარებას ფინანსურ პოლიციაში, სადაც მათ მმართველი პარტიისთვის შესაძლებელი თანხის ოდენობას აცნობდნენ. მეთოდი იყო უცვლელი. როგორც ხდებოდა ბიზნესმენების საერთოდ ასე ვთქვათ დაშინება, ამას თვითონ ნაციონალური მოძრაობა და ფინანსური პოლიცია ეძახდა ჭიქაყავაზე მიპატიჟებას ფინანსურ პოლიციაში. იქ რეალურად ჩვენ ყავას არავინ არ გვალევინებდა, მაგრამ მიზანი იყო, როდესაც გეუბნებოდნენ, რომ აი უნდა მოხვიდე ფინანსურ პოლიციაში, იქ უკვე გასაგები იყო ბიზნესმენს რა უნდა გაეკეთებინა. 2012 წელს საპარლამენტო არჩევნების წინ ჭიქაყავაზე დაპატიჟებულთა სიაში აღმოჩნდნენ კომპანია Vissel Petroleum Georgia, Wings and Primon Capital, Universal Card Corporation, იგივე Unicard, VTB ბანკი, კომპანია Lopal, სადაზღვევო კომპანია IC ჯგუფი, Sakabel, Coca-Cola და უამრავი ის სხვა კომპანია, რომელიც უნდა ქმნიდეს ქვეყნის ჯანსაღ ეკონომიკურ და ბიზნეს გარემოს. თითქმის ყველა მეწილე და დირექტორი ცალ-ცალკე ნაცმოძრაობას კანონით გათვალისწინებულ მაქსიმალურ თანხას 60,000 ლარს წირავდა. მსხვილი კომპანიები საერთო ჯამში სწორედ დასახელებულ 300,000 ლარამდე ადიოდნენ. საერთოდ ბიზნესმენები ვერ იცნობენ იმ ადამიანს, ვინც ავალებდა, აქ იყო სპეციალური დახურული სტრუქტურა ამასთან მიმართებაში. გარდა შემომწირულებისა ხელისუფლებას დაფინანსების სხვა არაოფიციალური წყაროც ჰქონდა. ნანგრევების გაყიდვა მილიონებად. ბიზნესმენები აუქციონში მონაწილეობის მისაღებად SMS-ებს პროკურატურიდან იღებდნენ, მანამდე კი მათი შემზადება ფინანსურ პოლიციაში ხდებოდა. ნაცმოძრაობისთვის ფულის გადახდის ბიზნეს ვალდებულება საქმოსნებს ყველა არჩევნებზე ჰქონდათ. ვალერი შოშეშვილის განცხადებით მან თანხა 2008, 2010, 2011 და 2012 წლებშიც გადაიხადა, რამაც საბოლოო ჯამში 1,5 მილიონი შეადგინა. ჩემი ბიზნესის მიმართ ეს იძულება დაიწყო 2008 წლიდან. პირველი დაბარება იყო ეს 2008 წელს, როდესაც მოხდა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში ეგრეთ წოდებულ ფინანსურ პოლიციაში ჩემი დაბარება და იქ ყოველგვარი გაცნობის გარეშე და ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე მომთხოვეს პირდაპირ შემოწირულობის სახით უნდა გამეკეთებინა ნაციონალურ მოძრაობაზე გარკვეული თანხა. ფულის შეტანა ხდებოდა როგორც პირდაპირ პარტიის ანგარიშზე გადარიცხვით, ისე სხვა მეთოდებიცაც. ითხოვდნენ უძრავ ქონებას, ავტომანქანებს და თუ რომელიმე მათგანი იპოთეკით დატვირთული აღმოჩნდებოდა, მიმართავდნენ გეგმა B-ს, სახელწოდებით SMS აუქციონი. მე მივიღე სატელეფონო შეტყობინება ბექაბასილაიასი და ამ სატელეფონო შეტყობინებაში გარკვევით ეწერა, რომ გრემის კულტურის სახლი იყიდებოდა, SMS-ი მივიღე 11 საათი სრულდებოდა. იმავე დღეს დანიშნული იყო აუქციონი და ამ აუქციონში მე უნდა მიმეღო მონაწილეობა. პროკურატურისა და ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსნები აუქციონის პირობებს, ანუ როგორ უნდა ეყიდათ ბიზნესმენებს 8,000 ლარიანი ქონება 700,000 ლარად, მესიჯებით უგზავნიდნენ ადრესატებს.
ქონება, რომელშიც მილიონებს იხდიდნენ ბიზნესმენებს თვალითაც არ ჰქონდათ ნანახი. მე როცა მოვთხოვე რომ გასაღები რა ვიყიდე, რა მაყიდინე, ის მაინც მაჩვენე მეთქი, მან ღიმილით მიპასუხა რომ იმას გასაღები არ სჭირდებოდა. და როგორც ბექა ბასილაიას მოთხოვნა იყო ამ 700.000 ლარის გარდა, რაც მე აუქციონის წესით გადავიხადე. იმის გარდა მე უნდა მიმეტანა იქ 300.000 ლარი კიდე. ანუ სულ იყო 1 მილიონზე საუბარი. აუქციონის საქმეებით დაკავებული ერთ-ერთი ყოფილი პროკურორი, რომელიც ამჟამად ცეზარ ჩოჩილის უფლებებს იცავს, ბექა ბასილაია გახლდათ. ბექა ბასილაია გენერალურ პროკურატურაში აღარ მუშაობს, მაგრამ აგერ ცეზარ ჩოჩელის ადვოკატია და იცავს მას. თავის დროზე ეგეთი პოზიცია მქონდა, სადაც არის თქვა ოფიციალური სისხლის სამართლის საქმე. ამ საქმის სამძებნობა ინდივიდუალურად რო აკეთოს კალენდარი, ეს სისხლის სამართლის პროცესში ჭრიდა. და არც რავი, ანუ არ არის რა სწორი სახელმწიფოებრივი პოლიტიკა, რომელსაც ამოსული ვარ უკვე სამსახურში აღარ ვარ, სხვა გამომუშავო. ალო კაბინეტური საუბრების შემდეგ პროკურორი ბასილაია SMS-ების წერის რეჟიმზე გადავიდა. სწორედ ამ სახით იგებდა ვალერი შოშიაშვილი, როგორ უნდა მოქცეულიყო და მისთვის მიემართა. ეს SMS-ები დღეს ანატომიაში მოხვდა. და იქ იყო მითითებული კონკრეტულად გვარის სახელი, ეს იყო ლიანა პეტრუზაშვილი, როგორც შემდგომ გამოცნო. ამ ადამიანს დაუკავშირდებოდი და ის უკვე დეტალურად ჩამაყენებდა საქმის კურსში რა როგორ უნდა მომხდარიყო. საკონტაქტო პირის ნომერი, რომელსაც SMS-ში ბექა ბასილაია უთითებს ყვარლის მუნიციპალიტეტის თანამშრომელს, სააუქციონო კომისიის ერთ-ერთ წევრს ლიანა პეტროზაშვილს ეკუთვნის. ანატომიასთან საუბრისას პეტროზაშვილი აცხადებს, რომ ასეთი აუქციონი, რაც მას ახსოვს, ყვარლის მუნიციპალიტეტში პირველად ჩატარდა. მე და მართლა არ მოსულიყო და არ მიიღო მონაწილეობა ამ ხალხზე. იქაც რატომ გამძლეობდი ხალხო ერთი კაცი იყო, 10 კაცი ყოფილიყო და თქვა არა მე და მოვიდა, არავინ არ იყო სხვა მონაწილე. ეს მითქვა. ასე ხდება ეს აუქციონები. ზოგან 2 კაცი იყოს მონაწილეობა, ზოგან ერთი. ყვატყოფელი ადამიანი. ქონება, რომელიც 8,000 ლარად აუქციონზე იყო გატანილი და ვერ გაიყიდა. ამის შემდგომ შეაფასა 100,000 ლარად აუდიტის სამსახურმა. საწყისი ფასი 100,000 ლარი იყო, ბიჯის თანხა 5,000 ლარი. მე რატომ უნდა ჩავსულიყავი და უნდა მეთქვა იქ, რომ იცით რა არის, მე 100,000 ლარის მაგივრად ვიხდი 700,000 ლარს. უბრალოდ სასაცილოა. დაახლოებით 140 ჯერ 5,000 უნდა დამეძახა. ბიზნესმენები იმ აუქციონებში, სადაც მათ 8,000-იანი ქონების ყიდვას 700,000-ად აიძულებდნენ, არც კი მონაწილეობდნენ. ყველაფერს მაშინდელი სახელისუფლებო ორგანოები აგვარებდნენ, დაწყებული პროკურატურიდან დამთავრებული მუნიციპალური გამგეობებით. იმ შემთხვევაში კი თუ ბიზნესმენს არ ჰქონდა საკმარისი თანხა პარტიული ბიუჯეტის შესავსებად, მაშინ მას აიძულებდნენ ბანკიდან სესხის აღებას, რომლის დამტკიცებაზეც ისევ და ისევ ხელისუფლების წარმომადგენლები ზრუნავდნენ. აღმოვაჩინეთ ბოლო წლებში კიდევ ერთი რამე, რომ ქართველებს ძალიან კარგად გამოსდით ბანკირობა და საბანკო საქმე. ქართველებში ერთ-ერთ ყველაზე კარგად ეს საქმე გამოდით საქართველოს ბანკის ხელმძღვანელებს და თანამშრომლებს. მაგრამ ამ უკანასკნელზე ღიად საუბარს ერიდებიან, რადგან საქმე ისევ ამ კონკრეტულ ბანკებთან აქვთ და შესაბამისად ბიზნესმენებს არც ურთიერთობის მეტად დაძაბვა აწყობთ. მე მქონდა საშუალება იმისი, რომ საქართველოს ბანკისთვის მომეთხოვა მე აღნიშნული თანხა და საქართველოს ბანკმაც მომცა ეს აღნიშნული თანხა, რომ საქართველოს ბანკმა დამისვა ეს. თუმცა SMS აუქციონები არ იყო ბიზნესიდან ფულის ამოღების ერთადერთი საშუალება. იგივე ბიზნესმენს შოშიაშვილს ნაციონალური მოძრაობის გარდა სხვა საზრუნავიც ჰქონდა. მას ასევე პროკურატურის დავალებით საეთერო დრო უნდა შეეძინა ტელეკომპანია რუსთავი 2-ში. 2010 წლის 27 მაისს რუსთავი 2-ისთვის გადახდილმა თანხამ 50,000 ლარი შეადგინა. მოგვიანებით, როდესაც ვალერი შოშიაშვილმა ამ მონაწერი ამოიღო, გაარკვია, რომ თანხა მისთვის აბსოლუტურად უცნობი ადამიანის, დედაქალაქის მერობის კანდიდატის ნიკოლოზ ივანიშვილის რეკლამირებაში ჰქონდა გადახდილი. ერთ-ერთი ადგილობრივი თვითმმართველობის დროს 2010 წელს გულისხმობ მომთხოვეს სარეკლამო დროის ყიდვა რუსთავი 2-ზე ერთ-ერთი კანდიდატის. დაკონკრეტებული არ იყო ეს კანდიდატი ვინ იქნებოდა.
აი ამ ბოლო პერიოდში, როდესაც ჩვენ რუსთავი 2-დან გამოვითხოვეთ ეს ინფორმაცია, ეს ყოფილა ნიკუშა ივანიშვილი, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობ ამ ადამიანს და ამ ადამიანის სარეკლამო დრო ვიყიდე. ლევან ბეჟაშვილის, ლაშა თორდიას და ნათია მოგელაძის კონტროლის პალატამ ნაციონალური მოძრაობის პერიოდში მმართველი პარტიის ვერც ერთი მსხვილი დარღვევა ვერ აღმოაჩინა. მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როცა აღნიშნულ მუხლებს ამნისტია შეეხო, აუდიტის სამსახურში აღმოაჩინებს, რომ ნაციონალურ მოძრაობას უკანონო შემოწირულობები ჰქონდა. თუმცა მოკლებულები იყვნენ შესაძლებლობას მოეხდინათ სამართლებრივი რეაგირება, რადგან საქართველოს პარლამენტის მიერ 2012 წლის 19 დეკემბერს მიღებულია ამნისტიის აქტი, რომელიც ადმინისტრაციული სახდელისგან ათავისუფლებს დარღვევის ჩამდენ სუბიექტს. შესაძლებელია დღესაც გარკვეული პროცესები ვითარდებოდეს, რომელიც ვერ ფიქსირდება ჩვენი სამსახურის მხრიდან, ანუ ეს შესაძლებელია და დაშვებადი არის, ვინაიდან შეიძლება ვიღაცა არ ღვევდეს გარკვეულ იმ ნორმებს, რომელიც არის დღეს კანონმდებლობით დადგენილი, თუმცა სამსახურის გააჩნია 6 წლიანი ხანდაზმულობის ვადა და ნებისმიერ დროს ჩვენ შეგვიძლია რეაგირება მოვახდინოთ ამა თუ იმ სამართალ დარღვევას. დღეს თორდია ისევ კონტროლის პალატის თავმჯდომარეა, ბეჟაშვილი მაჟორიტარი და მოგელაძე აუდიტის ინსტიტუტის საერთაშორისო პროექტების მენეჯერი და ბიზნესმენები კლავად სიჩუმეს არჩევენ, თუმცა ქონების დაბრუნება უნდათ, ოღონდ როგორც ჩანს, ესეც სხვისი გაკეთებული ურჩევნიათ. რამდენიმე დღის განმავლობაში ვცდილობდით მსხვილი ბიზნესმენებისგან კომენტარის მოპოვებას შემოწირულობის და იაფი ობიექტების ძვირად შეძენის ფაქტებზე. ფინანსურ ძალადობაზე, მაგრამ თითქმის აბსოლუტურმა უმრავლესობამ გაჩვენება არჩია. ის პროკურორები, ვინც გადაცემაში დასახელდა პროკურატურაში აღარ მუშაობენ, მაგრამ საქმიანობას ნაციონალურ ფლანგზე უფლებადამცველების რანგში აგრძელებენ, რაც მათთვის ერთგვარი ინდულგენციის მოპოვების მცდელობაც კი შეიძლება გახდეს, თუ სამართალდამცავები გადაცემაში მოყვანილი ფაქტებით დაინტერესდებიან. და სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე დღეში არჩევნები გაიმართება, ნაციონალურ მოძრაობას არც ერთი შემომწირველი ამ დღეისთვის არ უფიქსირდება. დანარჩენზე ერთად ვიმსჯელოთ. მომავალ კვირამდე გულშვიდობებით ნახვამდის.